მოგესალმებით მეგობრებო, გებრუნდებით მორიგი ეპიზოდით. გამარჯობა. ხართ? დავი? კარგად შენ როგორ ხარ? მეც კარგად. Oh my god, you're a different person. I swear to god. აი რო გიყურებ პროფილში იმენად გამხდარი ხარ. ისე swamped evil eyes რა გავიტვალა. არავინ არ ვიქლებით. გეტყობა რომ ანუ პადელს თამაშობ აქტიურად, სუპებს ჭამ და ირუჯები, ოფლიანდები და ოფლი ხო რაღაცას წვავს. რასაკურველია. და ასევე მინდა იცოდე რომ ეს პოდკასტი რომ მარჩება, მეგობართან უნდა გავიდე რომ ფეხით ვიაროთ. Oh my god. ტაქსით უნდა გახვიდე რომ იქ ფეხითი არა? კი. მაგრამ საკმაოდ დიდ ჰაიკებზე ავდივართ, იქ მთაწმინდაზეც ავდივართ და რაღაც. ჰაიკებზე ანუ უბრალოდ აღმართზე ადიხარ. აღმართზე შემდგომ აი თბილისში მგონი ყველა გასეირნება უკვე ჰაიკი გამოდის, იმიტომ რომ აღმართს ვერ აცდები ვერსად. მაგრამ მინდა ესეთი მატარა ექსკლუზივი შემოვიტანო ერთ-ერთ ესეთ ჰაიკზე, მე და ჩემი მეგობრები რო ვიყავით. იცი ვინ გადაგვეყარა? ვინ? ცხოვრებაში ვერ გამოიცნო. ნინო წილოსანი. ხედავ. ხალხო თან თავიდან ვერ ვიცანი, მაგრამ რაზე ლაპარაკობთ? ჩვენ ლაპარაკობთ რაღაცა იმ მოგონილ იმაზე, რაღაცა და უცებასე ვიღაც ასწინებს თავის ძაღლს. და ანუ ხედავ ჩემ მეგობარი ცოტა შეშტება და რაღაცა და მეთქი რა მოხდა მეთქი და და შენ ის ფაქტი რომ შენ ნინო წილოსანი იცი, it's already wow. ვაუ, გჯერათ. ანუ აი რატო იცი? და მე და შენ ბრამით სერნობისას. Another wow. ყოველ ცნობილი ადამიანი ვინ კინახავს? ლაივში? ჰა. მესი. მართლა მგონი ეგ გავა. სად ნახე მესი? თბილისში რო თამაში იყო. No, it doesn't count. რაღაც ისა. აი ლაივში? ხა. მესი, oh my god. ნუ ლაივში ვნახე ეგეც რა ვიცი ხა. მესი საიდან ობიექტურად ვამბობ რომ ყველაზე ცნობილი არის საუბრობს მესი. არა, ალბათ ჩვენ სოფონიჟარაძე ავტოგრაფზე რო გაიგინა. ისეთი იდიოტი ხარ რაღაცა. მართლა. I was 8. Or no, I was like 12. როდის იყო კეთა და კოტა არც მახსოვს? ხა, რაღაც სვალა ალბათ. ვალ ხა რაღაც ეგრე ვიყავი. მაგრამ არა ჰანი, შენ რო ცოლ ვიყავი, უკვე ნაციონალები წავიდნენ მაგ დროს და მაგ დროს კეთა და კოტე ახარ კეთა. არა, მაშინ ხო, იმენა პატარა ვიყავი. ხა. იმიტომ რომ ჩემი სამი რიგის წინ იჯდა მიშა. ხა. Everyone was there. თან თბილისის პრემიერა, ბათუმის პრემიერა, როცა გახსნეს. მან იყო soft launch-ი, მაგათი ურთიერთობა. მან იყო ყველაზე დიდი, ის რა ქვია, ნანიკო ბრეგვაძეც იყო. ნანი ბრეგვაძე. ნანიკო, ჩემთვის ნანიკო. ნანიკოს არ ეძახიან? არავის არასდროს გაუბედია მაგალისთვის. ნანიკოს დაწახა. მიყვარს, მე არ მახსენდება ვინ მინახავს. ნუ ვინ? კონცერტებზე ითვლება? No, honey. იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში ლანა და Aaron Piper-მა ჩამიარა პრიმავერაზე გვახსენე ვაფშე? Who is she, honestly? He. Who? ელიტა გაქნა ნახე? No. Aaron Piper არ გეცოდინება, მაგრამ ვინც იცით და ანუ ხალხო მე და ჩემ მეგობრებს ჩაგვერა ერთი სამჯერ. ფოტო გადაიღა? რა ფოტო გადავიღე? აქეთ უნდა მოსულიყო და ეთქვა რომ აი შენ ის არ ხარ? დავი. ქართულს და ინგლისურს რო უარეს ერთმანეთში. მიყვარსა. ანუ ვინატრია სიმღერას ანუ კი არა შიც თრევა მიდის ძალიან ინტენსიური. I'm so sorry. ინგლისურის გამო? ხო, ჯერ ერთი დავაფასოთ რომ გოგომ დაიწყო რაღაც მარკეტინგული ხრიკები ისწავლა, რომ ვიდეოებს და თვითონ მაკიაჟს როგორ იკეთებს, ანუ კი ბიური ხო აქ თავისი მაკიაჟის ბრენდი. მაგის სტენდი შემხვდა იქ სადღაც City Mall-ში. მეთქი სადმე Lafayette-ში. ისე თქვი, ხო City Mall-ში შეხვდებოდა. ხო და ანუ ვიდეოებს წერს რომ ანუ რა თქმა უნდა დაარეკლამოს თავისი პროდუქტი. ანუ ამ გოგოზე რო არ ჩავშალო, რა დამოკიდებულება გაქვს? ნუ ლამაზი გოგოა, let's give her that. სხვა მხრივ აი ოდნავ მეწოდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნეგატიური ენერგია მიდის და რასაც ამბობენ ხოლმე მე ყოველთვის ვცდილობ რომ არ დავიჯერო ჭორების, მაგრამ ყოველთვის რატომღაც აღმოჩნდება ხოლმე მართალი. სიმართლე ხო? ამიტომ ანუ ამდენი ჭორი რო არის, ანუ რაღაცა არის მართალი, ხო? რაღაც 10%-იც რომ მართალი იყოს. თბილისი საკმაოდ პატარა არის, ხო. ანუ 10%-იც რომ მართალი იყოს, ანუ გასაქცევა და აქვს უკვე საქმე, მაგრამ ფაქტი არ გარბის, ხო? და აქედან გამომდინარე, ანუ ცხოვრება რო ესეთ რთულ რეალობას აჩეხებს და კარგი. ანუ იმ ხრივ რომ ანუ ესე ყოველდღიურობა რო გქონდეს. ხო. ძართული, ან მიუხედავად იმისა, რომ მილიონერი ხარ და რაღაც, ანუ I could not. მეც კი ძალიან მატერიალისტი ადამიანი.
მე შეიძლება ანუ თან რო არ ვასახელებ კონკრეტულად რა ზიალპარი, მაგრამ ყველა მხოლოდ. ხო, მაგრამ არა, მე იცი როგორ თქმა, ფარდებს მიღმა არავინ არ იცის რა ხდება, მაგრამ ძალიან დიდი, короче, hate-ი მე რაც ვნახე, რაც მიდიოდა, აი ყო იმაზე, რომ აი რაღაც აი კაბრიოლეტში ზის და ამბობს, რომ ეს this and no haters თუ რაღაც რა. აჰა. და მე ერთ-ერთი გოგო რომელიც ხოდა საკმაოდ ხშირად გამოდიოდა და ძალიან კარგ კონტესტებდა ამ სამსახურებზე და აი ამ იმას რა ქვია, რომ საქართველოში თანამშრომლებს წესიერ ვერავინ ვერ აფასებს და ბლა და არ მოწონდა მაგის ვიდეოები. სახელი უბრალოდ არ მახსოვს ლიკუნა თუ რაღაც, მაგასაც რომ ამ მეტროში იჯდა და this and no corruption და მე ანუ ლოგიკურად მართლა this makes sense. ვიხდი რას ვამბობ, რომ ანუ კი ერთი არის რომ ყველას მართლა ყველას გვაქვს პრობლემები, რაც არ უნდა მდიდარი იყო, რაც არ უნდა ღარიბი იყო, ყველას აქვს პრობლემები, მაგრამ at the end of the day მithumedas ამ საუკუნეში, როდესაც ამდენი სოციალური პრობლემა არის ქვეყანაში, when you're the one complaining about haters sitting on a მაგრამ ყველა ჯამს იმენა მასობრივად, ანუ ხალხო მე ხა მაგათ კომაგად არ გამომიყვანეთ. ხო, რაღაცა მაგეთკენ. არა, იცი მე რას ვამბობ, რომ იმ მომენტში მაღიზიანებს ეგ გოგო, რომ ანუ ეხა მგონია რომ მისმენს. ანუ და არ მინდა რომ გული ვატკინო, მართლა არ მეშინია, უბრალოდ არ მინდა რომ გული ვატკინო. იმიტომ რომ ყველა ხო ადამიანები ვართ რაღაც მომენტში და ანუ მე იმას ვამბობ, რომ აი ხო ამდენი ჭორი არის და რაღაც, რაც რა თქმა უნდა რაღაც ნაწილობრივ მაინც არის მართალი და ეს მერე გამოდის და დებს ვიდეოს კახი როგორ ვარცხნის თმას. Like why would you do that? ხა ანუ თუ არ გინდა რომ დაშორდე და იყო ურთიერთობაში, იყავი რა შემპონჩი, ანუ აი პროვოცირებას რატო უკეთებ ხალხის hate-ს მაგით რა, რომ ანუ ისეთი იდეალური ურთიერთობა გვაქვს, რომ ჩემი ქმარი თმას მოარცხნის, მხოლოდ შენ მოარცხნი მე თმას, okay? ანუ ეგ არ არის რომ ქმარი ვიღაცას თმას ვარცხნინდეს, ანუ it doesn't happen like that. მithumedas დადგმულია თუ არა. ხო და დადგმული არის და აი რატო აი ზედმეტი პერფორმერობა არის ჩემი მხრიდან, რაც თავისთავად იწვევს ადამიანებში hate-ს. მე კაი, ინგლისური ვიღაცა კარგად ლაპარაკობს ინგლისურზე აჯვამთ, ვიღაცა სულად ლაპარაკობს ინგლისურად აჯვამთ, like what is happening there? მან ინგლისურზე არ არის პრობლემა, რასაკურველია ხალხი რომელიც ნახე მე მინდა შენ გიხსნა და შენ გელაპარაკები ახლა, რომ იმდენი კატეგორიის ხალხი არსებობს, იმდენი ბაბლი არის და იმდენი ის არის, ვისაც რა ევასება, ვისაც რა არ ევასება, ზოგი ხოცია, ზოგი პირიქით და მიხდროს რომ იმ დონემდე ირევა ეგ ყველაფერი, რომ არავის მასაწონი ცხოვრებაში არ უს არ იქნება. მიხდროს რომ ანუ აი ყველა რაღაცას იპოვის შენში, რომ დააჰეითოს. მიხდროს ვამბობ და ანუ მე ხო universally likable ვარ, ამიტომ შენ ხარ ყველაზე likable და იმენ დამტკიცა უკვე. Period. და მე იმას ვამბობ, რომ ანუ იქ გინ ქართულად ელაპარაკა, გინ რუსულად ელაპარაკა, გინ ინგლისურად, მნიშვნელობა არ აქვს. მიხდროს ვამბობ. რუსულად რო ელაპარაკა ვოქში, იქ ხო დააჭოს, ანუ წინა 10 წელი გოგოს ეჯმეოდა, იმიტომ რომ რუსულად ელაპარაკა რუსულ ვოქთან. მაგას იაფარულა ვაჭრომდა რომ ხო და ეხლა მომავალი 10 წელი ინგლისურად რო ელაპარაკა. I feel bad. ხო და მაგას ვამბობ, მან პრობლემა ცოტა სხვა რამაში არის, იმაში არის, რომ არა ენების ცოდნაში. არამედ როგორც ასეთი. ხო. ბევრ რამაში მორალი, ბაზარი არ არის, უბრალოდ ანუ მეცი სად ვარ? აი ძალიან რეალურად რო ველაპარაკოთ, ანუ მესმის რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი ამ ურთიერთობაში და კარგად ცხოვრობს, მაგრამ როცა 4 შვილი ყავს ვიღაც კაცისგან, ანუ კარგად ისედაც იცხოვრებ თვალს რო დაშორდა, ჯერ მარტო აი კანონმდებლობიდან რო გამოხვიდა რა, ანუ ურთიერთობიდან გამომდინარე არა, იმენე კანონს რო გამოყვა, ხო და რატო რჩება მაინც მანდ? That is my question. არის ხო მიზეზები? იცი შენ? I don't want to get killed. I don't know პატარა ვარდისფერი კუბები. არ მინდა. Yeah, okay. Ქარეს ფიქრობთ მეგობრებო? ისე ყველაზე დიდი ჭორი არის ეგ ალბათ ქალაქში უკვე წლებია. კუბოზე? არა, ხო კუბოზე, first of all. ხო. და აი კახი კალოდეს პირადი ცხოვრება. ყველაზე განხილვადი რაღაცა არის. ანუ ეგ ხო და რა ვიცი, ანუ ბოლო ისედაც ანუ არანაირი ყვითელი პრესა არ არის ქვეყანაში. ჭორებზე ვართ უკვე გადასული. ადრე ხო იყო ეგ ყვითელი პრესა. ახლა ეგეც არ არის, მიხდროს ვამბობ. ჟურნალის სარკერას წერს. არა, არ ვიცი, მეშინიერ შევეცეთ ნახო რა წერს. მაგრამ იმას ვამბობ, რომ ერთი პერიოდი საერთოდ არაფერს ხარ პოსტავდა თუ რაღაც. აი კარგად თუ რაღაც, იმიტომ რომ ვაფშე არანაირი ვიდეო არ ხდებოდა free page და ბოლო პერიოდი არის, რომ ძალიან ხშირად ხდება. შეიძლება გამოვიდა, იმიტომ რომ იყო ხშირად ლაპარაკი, რომ she's depressed, blah blah blah, გასაგებია. მიხდროს ვამბობ, ანუ ყველას აქვს თავისი პრობლემა. მე ვემხრობი იმ საზოგადოების ნაწილს, რომელიც უფრო იაზრებს, რომ ანუ უნდა აწონდაწონო მოკლედ ქვეყნის სიტუაცია. ანუ აი მე ხო არ ვემხრობი და უშუალოდ მაგის არჩევანს, მაგის lifestyle-ს რაც იქნება, მაგრამ ის რომ ადგე და hate კომენტარი დაუწერო, that's crazy. მე ზოგადად არ ვსარვე hate კომენტარის მომხრე. ხო, თქვენც არ დაწეროთ. We don't do that. We don't hate. მაგრამ ის ფაქტი მართლა ანუ
მივხვდი რა ვამბობ, ანუ გოგჩო რომელიც წარმოადგენს ალბათ საქართველოს 0.01% საზოგადოების შემოსავლით, ინფლუენსით, ყველაფრით რომ TikTok კომენტარების hate-ზე აქვს პრობლემა, მივხვდი რა ვამბობ, და როდესაც ქვეყნის 80% იმაზე დარდობს როგორ გაიტანოს თავი და ნუ შიმშილით არ მოგტოს. That's where the reality. ნახე Becca Bloom-ი რო აიღო. Becca Bloom-ი თავისი ცხოვრობს, Becca Bloom-საც აჯვამენ, Becca Bloom-საც ეუბნებიან რომ you're spoiled brat, რაღაც იგონები, რაღაცა ამდენ რამე საბრალობენ, ერთ-ერთი შენ ხარ მაგდანი და ამიტომ გესოდინება კარგად. მაგრამ ნახე, ანუ მაგაზე არავის არ აკეთებს ეგეთ აქცენტირებას. მე ხვდი, კი იაზრებს რომ she's privileged. მაგრამ ანუ ეს გონორი აქეთ არ აქვს, მე ხვდი რას ვამბობ და I know. მე მგონია რომ ამასაც არ აქვს გონორი, პროსტა სისულელებს დებს ხოლმე. ხვდები? ანუ არ მგონია რომ მაგას ვერ იაზრებდეს რომ ძალიან პრივილეგირებულია blah uბრალოდ. აი, როცა განსაკუთრებით ანუ პოლიტიკასთან გაქვს კავშირი ოჯახის მხრიდან, ანუ ძალიან rocky გზაზე დადიხარ და აი ძალიან ფრთხილად უნდა იყო, იმიტომ რომ ანუ შენი კეთილდღეობა პირდაპირ პროპორციულად განპირობებულია იმით, რომ დანარჩენი ხალხი არის გაჭირვებაში. თან ადრე არ იყო ეგრე, ახლა ვაღიაროთ რომ სიტუაცია საკმაოდ შეიცვალა, იმიტომ რომ ადრე რამდენი ხანი უკვე არის მერისთვის ცოლი და ანუ ქალაქის პირველი ლედი, მაგრამ ანუ nobody cared before. მე ხთი რა ვამბობ, იმიტომ რომ ეგეთი რაღაც კონკრეტული სერიოზული პრობლემები არ იყო რა პოლიტიკური თვალსაზრისით და ბოლო პერიოდი, როდესაც ხვდები რომ ანუ ეგეთი გაბუქებული არის სიტუაცია და რაღაც არავინ არ უგზავნოს რომ იცხოვროს, მე ხთი, მაგრამ მე მაქვს შემჩნეული ტენდენცია რომ მაგ საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი უკვე ძალიან MIA გახდა და ანუ არც დიდად პოსტავენ, არც დიდად გამოდიან. Wonder why. და ანუ ხო ანუ ნახე როგორ თემა არის კი შენ გექნება პრობლემა რომ დაპოსტო და იტრაბახო შენი luxury ცხოვრებით და მეორე არის რომ ხალხი რომელიც გადის საკმაოდ რთულ პერიოდს და საკმაოდ რთულ პერიოდში არის ჩვენი ქვეყანა იმის და მიუხედავად რომ ვართ როგორ ფინანსურ იმაში ზრდაში ეკონომიკურ ზრდაში ესეჩი არავინ ვაფშე სხვა მეც არ ვარ ანუ აი პოლიტიკასალი რო ხარ ცოტა ჭამნათ უნდა იცხოვრო ჩემი აზრით იასნად ყველა მიცით რომ კარგად ცხოვრობ მაგრამ ცოტა შენ პონჩი იყავი და შენ ქმარს უთხარი რომ ბევრი არ მოიპაროს ვიღიშეთ That's all you need to do და ანუ მე შემხვდა ის ვიდეო ბირკინების ვიდეოები შემხვდა რომ რატო არ არის დეკლარირებული ეგ ბირკინებია ბლა 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 იმიტომ რომ technically აი დეტალებში არც უნდა ჩახვიდე ხალხო რა თქმა უნდა it's messed up და ანუ გასნია რომ გულის ამრავია ყველაფერი უბრალოდ ანუ ეს გოგო რაღაც მომენტში მეთქი აი რომ შეგეცოდება ის საწყალი რომ ყოველთვის გიყვარს ხო იცი ყველაზე დახებული ადამიანი აი როგორც კი ვიღაცა იჩაგრება ეგრევე მერთვება რომ მეთქი she's not that bad ყველაზე კარგად იცი მიცხოვრობ ჩემი აზრით ქართულ ქალებს შორის ნიცა არ მახსოვს რა კვარია ხვიჩა კვარაცხელიას ცვალე You think იმ პონჩი რომ ჯერ ერთი გოგო არის better than me for sure იმიტომ რომ ანუ წარმოგიდგენე რამდენი ფული აქვს პარიზში ცხოვრობენ ანუ აი ყველაზე კაი ქალაქში აი სადაც კი შეიძლება ფეხბურთელი ცხოვრობდა ჩემი აზრით აი ძალიან ჭორნად ცხოვრობს რატო ზახია დეხარის უნდა გაშინადოს და მაგრამ If you know you know ყველაზე ჭორნად ცხოვრობს ანუ ვაფშე გოგოდებს მარტო აი ხვიჩა რომ რაღაც ჩემპიონატს მოიგებს იქ სტადიონიდან გადაღებულ ფოტოს რა ანუ ყველაფერი აქვს ვაფშე აი ძალიან ისე quiet luxury საწובה იმ ხრივ რომ რაღაც ლოროპიანეს ზედაეცვა იმ დღეს სადღაც დავუვანდა ანუ ხო ხვდები ყიდულობს მაგ ყველაფერს ისე რომ თავზე არავის არ ახავს არავის ნერვებს არ უშლის თავის პონჩი არის იმიტომ რომ მე ეგრე ვერ ვიქნებოდი ხალხო აქვე გეუნებით ანუ მე იმენა ყველას თვალში შევემცებოდი ანუ ხვიჩა კვარაცხელია სვალიო ანუ მთელ საქართველოს შებაწულებდი თავს მართლა დასაბმელი გავხდებოდი რაღაც მომენტში და გოგო არის აი ძალიან ჭომნად ძალიან საყვალად ალბათ personality-საც გაჩნიას არ ნიშნავს რომ ეგეთი არის თვითონ humble და ძალიან ისე უბრალოდ შეიძლება ოდნავ უფრო ჩაკეტილია ვიდრე მე ვიქნებოდი მაგრამ ხო ხვდები ან ძალიან კაი ცხოვრება რა hope he's loyal იმიტომ რომ ფეხბურთელებზე გამიგე ქართული ნაკრების ფეხბურთელებზე რა აი ყოველ ღალატობს თავის ცოლს თუ რაღაცა და იმედია he is loyal რა მე რომ მკითხოს if I'm being truthfully honest ანუ რო არ მოგატყოთ მე გოროა მგონია რომ აი spreading rumors ანუ იმედა დავჭექი და ჭორებს ვარსანა მე მგონია რომ აი ანუ კი არის შესაძლოა რომ კონდეს არჩევანი რომ თავისი ქმარი იყოს უბრალოდ retired ფეხბურთელის ბიზნესმენია თუ პოლიტიკური ფიგურა იასნია რომ ყველა მიცით რა იქნებოდა მისი არჩევანი Really? I don't know. იმედია გიქნებოდა. ანუ იქ ბევრ სიტყვის უკვე ანუ კიცა მართლა მაგას აირჩევდა. ხო. მაგრამ ის ფაქტი რომ აი ამ რაღაცა მოგონილ დღესასწაულებზე გამოდის. აი საზაფაჩულია ცოლი. საზაფაჩულია ხო არის ძალიან ცნობილი სპორტსმენი.
retired already. Რაღაც ბიზნესი აქვს, მე მგონი არქი არის მაგისი და რაღაც, ანუ ძალიან ჩაქცეულად არის. უბრალოდ, ანუ თელ ერს არ ზულს, იმიტომ რომ ესე პირდაპირ არ წამოსულა. შეიძლება ასპონსორებს დარწმუნებული ვარ კიდევაც რომელიღაც პარტია საუბრობთ ოცნებას, იმიტომ რომ დღეს ეგ კარგად არის, მაგრამ ხო ხტები, ანუ არ შეეძლო მასებს თავი და თავისი ცოლი ძალიან თესლა ცხოვრობს, ძალიან კარგად, ყველაფერი აქვს LA-ში, ძალიან mansion ამბები. ანუ კი სულა ცხოვრობს. ანუ კარგად ვერ იცხოვრებ. მე რომ ამდენ ადამიანს სულ და კარგად ვერ ვიცხოვრებ. ღამე ვერ დავიძინებ. არა, მაგაში ორი აზრი არის, მაგრამ შენ არ უნდა დავიწყო, რომ ყველას აქვს თავისი საზოგადოება, ყველას ყავს თავისი წრე და ანუ ზოგადად თბილისიც ეგრე მსოფლოს, რომ ანუ ყველა თავის ბაბლში იმყოფება, ჩვენც ეგრე გამოვდივართ, რომ ანუ როგორც ლაპარაკობთ ერთმანეთში და რაღაც ეგეც ხო ბაბლის თემა იყო და ანუ თქვა ბერმა ვერ გაიგო. მიხდებს რომ ყველა საბოლოო ჯამში ხო, მაგრამ ჩვენი ჰეითი არის, რომ ესენი როგორ ლაპარაკობენ ბლა ბლა ბლა, მაგრამ ანუკის ჰეითი არის, რომ იმენა ხალხი 24 შვიდზე რაღაცას აკინებს და ლაპარაკობს განიხილავს და რა შედარება არის ჩვენსა და იმას შორის როდესაც ანუ ეგეთი პაბლიკ ხო და მე ვამბობ რომ ანუ ის ჰეითის ტალღა არის ძალიან დიდი და მე პირადად ვერ შევეგოებოდი ანუ მე მართლა იმ ალბათ სადღაც დადიან ანუ აურა რო გაიწმინდან და რამე იმიტომ რომ ამდენი ნეგატიური ერმესი ქვია მაგ აურას განწმენდ ადგილს არ ვიცი იცი თუ არა ცნობილი მის არის რა ქვია ადგილი არა პარიზში ერმესი You dumb fuck, მე გრატო ვერ მომყვება ამდენი ხანი. იმიტომ რომ მეთქი რაღაც ერთი ბირკინი -1 კერდა +1 აურას გაწმენდა. ერმესი ქვია, ანუ მართლა არსებობს აღარ მე მჯერა. რა აი ძალიან ცნობილ ადამიანებზე მუშაობენ რაღაც ვიღაცაები აი. ხო ან გჯერა უბრალოდ და გინდა რომ იყას ეგ. ანუ ყველაფერში არის. მე ცუდი აურის მიჯერა, ცუდი თვალის მიჯერა, ყველაფრის ეგეთის მიჯერა და მაგის გაწმენდისაც შესაბამისად, okay? That's how that works. და რისი გჯერა ასევე კარმის. კარმის. ყველაფერს ხედავს. სამყარო ყველაფერს ხედავს, ასე რომ თქვა. Yeah. ამიტომ შეგვიძლია რომ გადავიდეთ სხვა თემაზე, ან ვაფშე აწამოვიდეთ. ანუ ფეხბურთზე სადაც მოვედით, დღეს არის ნახევარფინალი. ანუ ერთი მატჩიც არ გიყურებია, ხო? I assume. რაღაც კონტექსტში მახსოვს, რომ გაიგონე, არ ნიშნავს რომ უყურე. სადღაც იყო რა თან პოკერს თამაშობდი. არის დღეს არის. რა დღეს სამშაბათი, საფრანგეთი, ესპანეთი არის დღეს და მერე არის არგენტინა, ინგლისი. ანუ ორი ნახევარფინალი და მერე არის ფინალი. და ხა ვისკენ ვართ? ვისკენ ხარ შენ? ინგლისი. Okay, why? Просто, არის ახლა მომიფიქრდა. Просто. შენ? მე საფრანგეთისკენ, sorry. რატო? და ბაპა მეოსება. ვინ არის ვინ არის? ვიცი. იცი უკვე წინაზე არიცოდი? მამენტ არგენტინას მეოსება, მაგრამ მაგათ მე წინაზე მოიგეს, so that's fine. მაგრამ მგონია რომ Everyone should get their fair share of რა ფული დავდათ? მე მგონი ძალიან პატარა კოეფიციენტი აქვს, ვერაფერს არ მოვიგებ. არგენტინას? ყველას პატარა. მე მგონი ყველას. იცოდი რომ bet იმაზე რა დაგვეწყოს ხოლმე. Okay, what is happening here? შარინა ბეკაშვილის ქორწილი იყო და საიდან გამახსენა? მე მგონი თავის ქმარს აქვს რომელიღაც კაზინო თუ რაღაც არის my leader bet-ი? არ ვიცი. მე მეკითხავ. ხო. და ანუ შარინაზე იცი რა სამომე და ძალიან გული. მორიგი ჭორი ხალხო. This was not planned. ანუ იმენა თავისი წამოვიდა. კაროჩე, მე ჩემი დაქალი ძალიან განვიცდით. ხო. მე ხო შარინა ძალიან მიყვარს, we all know that. Yeah. და ანუ ჭორი არის რა თავისი ქმარი არ უშვებს სახლიდან. და მე დაკურტები მეც, ანუ რა რაღაც პარანოიკი არის და მარტო თავისთვის უნდა შორენა და შორენას თორები ახლა თორების დაყრდნობით რა ვთქვა. რა არის რა სახლში არის ხოლმე ხან პამიდორს წყვეტს, რაღაც პამიდორი მოყავს, ვარდები, სადღაც კერძო სახლი აქვს თბილისში, I don't know. ანუ ქვეყანა მაინტერესებდა. თბილისში. და მე მიდიან ხოლმე რაღაც ავსტრიის რაღაც სოფელში, ხო იცი, ძალიან მილიონერების ცენტრები რო არის, რაღაც დეტოქსის და ასე შემდეგ და გამოკლებთ რა იტყვი, მაგას იკეთებს ხოლმე პერიოდულად. ანუ თუ რამეს დებს, ყოველთვის არის იმ კაცთან ერთად. ანუ აი, გადაცემებში არ დადის, არსად არ დადის და აი სწორი რომ მოვისმინე, მე რო ვაკურდები და ხო იმედია ესე არ არის, ვინმე თუ შარენასთან ხარ. გადაცემებში. მაგას ვამბობ, აი, დასაწყისში. გადაცემები აღარ არის, მაგრამ აი და ლელო წორწმია, მაინც იმიტომ რომ ეხა მომღერალია, მაგრამ ყველგან ჩანს, სულ ჩანს. ვიღაცაები ჩანენ და ეს იმენა ჩანს რა. მაგას ანუ ხო hopefully that's not the case yeah და რა ვიცი დაქალებით იყო ზაქალებს სახლში ადიან და ეხა ძალიან წამნად გათხოვდა ყომაზე მე მგონი არ იყავი დაბადა შეფული no that is insane შორნა იმედია კარგად ხარ იმიტომ რომ I love you ხალხო ვინმე არის თამთება ეს დაწერეთ რომ კარგად არის გოგო
მომეშვება, ხო? მომეშვება. და ყველაზე კაი ცხოვრება იცი ვის აქვს? ევას შეყვარებულს. იმიტომ რომ ანუ ყველგან დაყავთ ეს ბიჭი, სადაც გავიხედები იქ უზით შუაში. ბატო. Would love that for me. შენ გინდა რომ ევას შეყვარებულს. აი ეს იყო მასა ხო? კარიჩე ფეხბურთს ან ვალოდებით. ძალიან მიყვარს ხალხო, აი როცა არის მსოფლიო ჩემპიონატი რა. ხო. მცად რო არ უყურებ, მე უფრო ვერთვები, მე როეთ ფინალებიდან, რომ აი მე ფინალში ვერთვები. შენ იმენა ფინალზე. ფინალის ბოლო 10 წუთს. ანუ იმ პონჩი რომ გავარდებიან ეს ცოტა ბანძი გონდები, რომ უკვე კარგ ფეხბურთს უყურა რა. ხო და ისიც რომ არ ვუყურებ და მამი ჩემი უყურებს და ტელევიზორი არის ჩართული, მიყვარს. გუშინ სამსახურში ვიკითხე რომ მეთქი, ვინ უყურებს ფეხბურთს და ეხა არის MMA-ის ობსესია რა, ყველა უყურებს მაგას. No, we don't support that. MMA ხო იცი? ვიცი ხო. ხო და ფეხბურთი ყველაზე ტრადიციული სპორტი, we love that. No. ყველაზე ტრადიციული სპორტი მეგობრებო. არის Wimbledon-ს უყურებდი. I know it was coming. Wimbledon-ს უყურებდი. არინა საბალენკას რა ჭირს? არინა საბალენკა ვაფშე არ მედარდებს სიმართლე რა გითხრა. I love her. No, I don't give a fuck about her. She's a Taurus. მაგრამ მე ძალიან მიხარია, რომ ფინალში იყო იანიკ სინერი, რომელიც საკმაოდ მომწონს. ბიჭების ფინალზე მაქვს. მე ბიჭებს არ უყურებ. და მეორე მისი ოპონენტი იყო იაპონელია. ის პირველი იაპონელია. იანიკ სინერი არის გერმანელი, რომელიც არის იტალიელი. ანუ იტალიაში, ანუ ხო ხდება ეგრე საზღვარზე არ დაბადებული, ეგეთი ძალიან სხვაგან ვიყავ. მაგრამ იტალიელია. ხო და ზვერევი იყო მაგის ის ზვერევი ალბათ იცი ძალიან ცნობილი ის არის ჩაგურთელი. არის ონთ გერმანელი, მაგრამ რუსი გერმანელი. და არასდროს არ მევასება და არასდროს. ანუ რუსი პრესტე მარია შარაპოვა როგორც ამერიკელია მაგბანში. Okay. და ძალიან მიხარია რომ მაიგო იმიტომ რომ თავიდან ისე მედიოდა რომ ისიგებდა და საკმაოდ დიდი. ვინ მოიგო? იანიკმა. არის მეგისტორები არიან ახოს მეგი როგორც number 1 Italy ambassador ბალში ყავდა იანიკს როგორც მე. ნახე რაღაც, მაგრამ მეთქი what is that? ავით ხალხო ტენის შემიძლია მართლა დღეობით უყურო ისე როგორც პოკერს. ეხლა ეს პოკერი ახალი აღმოჩენა. ხო დავიცან პოკერის ობსესია. ერთი წამით not that you're gambling or something. No, I'm not gambling. უბრალოდ ის ანუ board game first of all და მეცნიერულად სწავლობს. მათემატიკა ეს ალბათობა. სუსტად. და ძალიან საინტერესო ყოფილა ხო იმ დღეს მეთამაშა. ხო ვათამაშე და ვასწავლე. ძალიან კაი იყო. ყველა თითქმის მომიგო. თითქმის რა სულ მომიგო. ანუ ხო იცით ახალ ბედებს რომ უმართლებს იმენა მოუგე მეთქი და ყაჭე. მაგრამ ფულზე არ გვეთამაშია because we don't do that. Because we don't do that here, yeah. Not here at all. At all. Yeah. ხო და Wimbledon-ზე ეს მირაც ანდრეევაც გავარდა, ანუ ჩემი ორი რატო არის ორივე რუსი? ეს იგი ორივე. არინა საბალენკა ბელარუსია ჯერ ერთი და მირა ანდრეევა რუსია, მაგრამ რომელი ქვეყნის სახელით გამოდის არ ვინიბენა. ვაფშე მან ქვეყნის სახელებით გამოდიან? კი. ნეიტრალური. და მე მეგონა Wimbledon-ი იყო წელიწადში ერთხელ. წელიწადში ერთხელ არის. ერთი წელი გავიდა, რაც არინა საბალენკა მოიგო? ხო. Oh my god, feels like yesterday. No, yeah. Makes me watch a royal family esreba ხოლმე. Kate is with Middleton esreba. I know. Kate Middleton is I love her. მიხდიან ყველა ხო ინაწილებს რაღაცას Wimbledon-ერი მაგისი რა. ჩამესმის, იმიტომ რომ ჰარი დადის ხოლმე ფეხბურთის მაჩად და რაღაცა. ხო. და მე ძალიან მინდა რომ მაგ royal court-ში ვიჯდა. You're gonna get there. ხო, to royal box ეძახიან, ანუ არის. და royal box-ში გინდა შენ პრესტა იქ ჩნდა. იმენა იმ ოთხკუთხედში მინდა სადაც ისინი ზიან. მაგრამ მან მარტო royals არ ზიან. ხა. და royal-თან დაახლოებული პირები და ან ესეთი ტენისის ლეგენდები. და რომელში ჭდა და ვინ იჯდა ასევე იცი? კარჩი მარტინა ნარვატილოვა იცი? No. ეგ არის სწორად ვამბობ მე მაგის გვარს. არის ერთ-ერთი ნუ ლეგენდარული ქალი, ის რა ქვია, ჩოგბურთელი. შენ როგორც გოგოს რომელმაც დღემდე არ უყურე Real Housewives of Miami, გეცოდინებოდა რომ მისი ცოლი იულია არის Real Housewives of Miami-ში, როგორც ერთ-ერთი housewife. ლესბო წყვილია? კი, პირველი. God. Yeah. და ორივე იჯდა მან. პირველი ჩოგბურთის ინდუსტრიაში თუ housewife-ების? მარტინა? ორივე. მარტინა არის მან როგორც აი husband-ი რა, ჩათვალე. ბაფრე. და ანუ Kate Middleton-ი ხო ზუსტად გვერდზეუზის. მიხდარ სომა გვერდზეუზის მარტინა და გვერდზეუზის იულია, ანუ იულიას და Kate Middleton შორის არის ერთი ადამიანი. ხო მაგრამ ეს იმიტომ რომ ცოლი არის მაგ პონჩი. ხო, ясნია. Okay.
მეც We found a way. მეც კი რანაირად აპირები გმოხდა, მაგრამ მარტინა There you go. ჩერეს მარტინა ნაროტიო. There you go. ფინალი იქნება თურმე. ანუ ამერიკელებს ჯერ ერთი, ანუ ხო იცი რომ 45 წუთიანი არის თითო ტაიმი. მე 15 წუთი არის შესანება და 45 პირველი ჩემპიონატი არის, როცა გამოიგონეს რაღაც hydration break. ანუ წყლის დალევის რაღაც 23 წუთის მერე თუ რა. იმიტომ რომ ის არის რა heat wave-ი არის, მაგრამ ამერიკაში არ არის. ამერიკაში ეგრე ძალიან ჯერეთი არც ხელა, მაგრამ ანუ ამერიკელები იმენა, მე მგონი მაგ დროს რეკლამას უშვებენ თვითონ ტელევიზორში და ეგენი რეკლამის პონჩი ახლა რაღაცა. ეგ ნახე ერთი წამი ახლა გამახსენდა ფეხბურთზე თუ ლაპარაკობთ, TikTok-ში შემხვდა, ქვემოთ ხო არის ბანერები სტადიონზე. Imena kwamatora banner. Did you know that a single screen can show 4 different ads at once depending which country you're in? No, it's not an edit. It's not green screen, it's not AI, it's pure physics. Same board can now make 4 times the money. So how do they actually do it? The board is running at 240 frames per second, and instead of showing one ad, it's showing all 4. Each country's camera runs at 60 frames per second. It is only grabbing every 4th frame. თან ალბათ რომელსაც კამერა დაიჭერს ის გადის. ჩვენთან მაგის მშლობა რა ხო? Wow, that's interesting. მაგრამ live-ში ძალიან საშინლად ჩანს ანუ live-ში ადამიანი ამჩნევს მაგას თქო ეს კამერების სფერო მარტო გაგათებული და ხა იქ ჯდომი ხალხისთვის ახლა ხედა ანუ ახალი რაღაც გამოიგონეს და ეს break-იც დაემატათ აღარც იღლებიან ხვდებით იმიტომ რომ 4 შესანება აქვს თუ რაღაც ხედა იცი რა მომწონს ინგლისი რო იგებს ხდება Armageddon-ი ყველგან No სიმღერას ხერიამ გეტყვი რომელს აი გრო არჩევ მაგაზე ვიცი რომ ერთი ამბავი იყო რომელი ქვეყანა რომელს არჩევს და Wonderwalls ხო საშინელება რატო არ არჩევს Pink Panthers-ის რომელიც არა ბრიტანეთის Wonderwalls და მე ხო არ მიყვარს ეს ჯგუფი Oasis-ი დიდად რა და ეს სიმღერა ისე კარგად მომეწონა ეს Bellingham ისე კარგად ხვეროდა რომ იმენა გიჟივით უსმენდი და აი ბურძგლავდა ბრიტანელების საერთო სიმღერას რომ გეკონება რომ აი წმინდა წყლის ბრიტანელი ვიყო და მეთქი wow I'm one of them She's a British gal. Yeah, I'm a British girl. და იქ Victoria Beckham-თან ერთად რო ვიდგა. Oh my god. აი Victoria Beckham-ის ეს კრუზი ხო ყავს ერთ-ერთი შვილი, მაგის შეყარებული არის ძალიან გავს Victoria's რა. ანუ ის დედის მსგავსები რომ მოწოთ, მე მგონი ეგ იქ ბიჭია და ანუ ეს გოგო იმენა works overtime. ჯერ ყველა კამერაში ეგ იყო გამცობილი. ხო. ანუ ძალიან დაახლოებულია და ძალიან ჯიგრულად არის მთელ Beckham-ების ოჯახთან. She is smart. Like Unlike That wouldn't have been me. And მე რო ვიყო Beckham-ებში იმენა იმაკ თამას ვითამაშოთ, მაგრამ I Nikola Pells მაგარი ყველაზე კიდია. მეც ეგ უნდა იმათი შეტენვა მამენ. ანუ აი. ხო ბაზარი არ არის. Now I get her. Coco sucks. ანუ აქეთ უნდა ეტენებოდნენ, ხვდები? ეგ არ ვიცი real იყო თუ fake, რომ თვეში ურიცხავს მამამისი $1 million for allowance. Of course. მაგრამ why ანუ ძალიან დასაჯერებელი არის. Damn. მეც მინდა, აი ეგეთი ცხოვრება მინდა. ხო შეიძლება ვიღაცა მათამამემდეს. მოვა, ყველაფერი მოვა ჩემს სიყვარულო. Yeah, hopefully. ნახე Jay-Z-ის კონცერტი რო არის. ის ნახე რომ Beyoncé გამოიყვანა. Beyoncé, Rihanna baby. თუ Rihanna გამოიყვანა. Beyoncé-ც და Rihanna-ც არის. ანუ კაროჩე New York-ში აქვს კონცერტი, 3 დღიანი კონცერტი ქონდა. Asher-ი, Eminem-ი. კაროჩე New York-ში რა ხდება ერთი წამი? იმენა და Knicks-ის game-ი ხო იყო. Taylor Swift-ის კონცერტი ხო იყო. კონცერტი. World Cup. Taylor Swift-ის კონცერტი. რა თქვით, კონცერტი? ჩათვლილი კონცერტი. ის ხო იყო რა ქვია მაგრამ მგონი FIFA მან დარტარდება World Cup-ი. No, სხვადასხვა იმაში. არა. არა? ზოგი Pennsylvania, სხვადასხვა. ხო. და იმიტომ არის ხოლმე ზოგი დღის 3 საათზე და ზოგი ღამის 11-ზე. Wait, what? Yeah. ის ზოგადად World Cup-ი თქვა რომ ქვეყანაში ტარდება, ეგრე ხდება თუ ერთ სტადიონზე არის ყველაფერი? წინაზე რო იყო ყატარში. ნუ ხატარი 3 მილიონი არის. მე მგონი ერთ ადგილას და ეგ ძალიან მე მგონი სხვადასხვა ქალაქში ტარდება ხოლმე ყველგან. პროსტ ამერიკას იმ ხოლმე მასშტაბები აქვს რა. წარმოგიდგენია რა ჭდება ფანები რომ დადიან ქალაქიდან ქალაქში. That would be so expensive. თან მაგათ ხო აი ეგრევე ტურიზმი არ ჭირს ისედაც, მაგრამ ანუ აი რო ამჩნევენ ისაც ხო ძვირი არის და კიდე რო 2 მაგდება და 4 მაგდება და რაღაც. ხო. და ანუ ხალხს აჩერებდნენ რომ აი ვინ დააფინანსა შენი აქ და ყველა ამბობდა რომ ოჯახმა. Really? ხო, ანუ ვითომ რო ისწრებოდნენ მაჩებს რა, ანუ ყველა spoiled არის, ჩემ გარდა. You're spoiled by love?
I love. care Yeah, exactly. and so much other stuff. But I like material stuff. და უბრალოდ მაგიტო არის რომ შენ ფახწევ მაგ ყველაფერს. Period. And that's on that. Იცი რა ზავარ ნერვებმა შლილი? შენ არ გინახავს და შესაბამისად ნერვებიც არ მოგეშლებოდა. ხო. ჩვენი heated rivalry, which I did not like by the way. მაგრამ იქ რა იყო ერთი ჩინელი ბიჭი. ხო. ხო იცი ერთი რუსი, მეორე ჩინელი. რა ზიამბობ вообще? Heated rivalry-ში რა იყვნენ ორი ან ბიჭი. ბაც არ მინახავს. Oh my god. კაროჩე ორი ბიჭი, რომელიც აქამდე არავის დროს არსად არ უნახავს, იმიტომ რომ არ არიან ცნობილი მსახიობები. Literally 6 თვისი. ჩინელი რომელია? Oh my god, one of მეორე? them. Yeah. ანუ ერთი რო ვითომ რუსი არ და მეორე. ხო, მეორე. ჩინელია? Google. Asian Canadian. Fuck off, ანუ რა თქმა Google-ის თქმა მე თვითონ ვერ ვხედა. Oh my god, okay. მე რაზე вообще რაზე მოვყავ? რაზე მოვაყალეთ? ანუ Chapel Roan-მა ხო გააჩერა ჩემი ნერვების მოშლა და ეს არის სადღაც ვიღაცები დაძდავენ და ამბობენ რომ აი ისინი ვინც გადაყიდიან ხოლმე ამ ხელმოწერებს, რაც ნერვების მომშლელია, მაგრამ ჩერდება და თქვენ ფანები არ ხართ, თავებში დამანებეთო თავია და რაღაცებს უწივის შუა ქუჩაში რა. No, I understand. ანუ რისი თქმა უნდა და მესმის, მაგრამ ანუ it's not like he's Beyonce. და ანუ ერთი როგორ წელი არც გაბედეს. პოპულარულია. ანუ 6 თვე და enjoy that. It not gonna last long. ხვდები? ანუ ხო. მეორე სეზონი და it's over for you. მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში ანეციგნაც I have to clock you right here. იმიტომ რომ აი გოგოს რა გააკეთებინა, вообще სხვა რეაქცია გექნებოდა. ძახელის ნიშანი. არა, გული ამერია ამან და მეტი რაღა რეაქცია უნდა. ხო, მაგრამ Chapel Roan-ზე ძარღვები გიჩანდა. ისე. იმიტომ რომ Chapel Roan არის კიდევ უფრო დიდი მასშტაბის და შეუძლია რომ დაეტიო სადაც არის და არარელევანტური გახდება 15 წუთში, ხვდები? ამასაც ეგრე, მაგრამ ამას ზუსტად მაგ 15 წუთში მიუსწრეს რა, სანამ არარელევანტური გახდა. უნდა გაჩვენო, აი, გთხოვ მითხარი რომ შენ ცხიზიანდები. Can you sign, please, and send? Guys, you just followed me Sorry to my to follow residence. you. No, Sorry. okay, no, sorry. Sorry to follow You you. can't do this. This is really fucking weird. Sorry. Okay? Sorry, You sir. can't fucking do this. This is fucking weird. Sorry, You guys aren't fans. You're being really creepy and you just followed me, okay? I wait to You don't follow do my this. message plaza, not You don't do something. this. You don't do this. I'm gonna burn this. ხალხადობა ის რო არა Please ინტერესანტი. fucking demented. Okay. არა, ამ ხოლმე პერფორმანსი თუ იყო, არ ვიცი. ხალხადობა. ძალიან. კიდეც ის ახასიათება. იმენ არინთება ოღონდ გიჟივით. იმან ლამინირება გაუკეთებ, კაროჩე. ხალხადობა. წაიღო ეს მაკულატურა გიჟდები. ხალხადობა. არა. It's funny in a way. არა, იმენა სასაცილო არის, მაგრამ იმენა დასაცინია ოღონდ. და მაგიტო არ გავპრეს და ალბათ სხვა მაგდონესა, მაგრამ ანუ ჩემთვის ეს არაფერს წარმოადგენს, ხვდები? So whatever. ზოგადად ადამიანი არის, მე ხვდები რომ ეგეც ის არის, მე მართლა არ ვიცი, აი საფანიშარაცის გარდა არავის არ მithოვია ავტოგრაფი, ამიტომ არ ვიცი ეგრე გამოცდილება. საფანიშარაცა ხომ მევასებოდა? ხო. I'm over that shit. იცი რა იყო ჩემთვის ბოლო წერტილი? ხო. აი რაღაც სარკასტიკა რო არის. ხო ხდება ხოლმე ნაზღაიძე, გიორგის რომ იყავს და რა იქ იყო სტუმრად მისული და ანუ გოგოს მეუყურებთ ხალხო. მე იცით როგორ ხალხს მაქვს ობსესია, აი ძალიან თავწაურლები რო არიან და თავს რო არ უყადრებენ არავის რა. და ეს ეგეთი იყო ხოლმე, ანუ არსად ბევრს არ ლაპარაკობდა თავის პირად ცხოვრებაზე და ესე წამნა თავისთვის იყო და აქ დაჯდა და ყვება თავის პირად ამბებს ამათთან ერთად რა. ანუ ამათში კი არ არის პრობლემა. იმას ვამბობ რომ ანუ სახალხოთ. No. არა, ესე რომ გამოფენ შენ პირად ცხოვრებას? პირად ცხოვრებას მე არანაირად არ მომხრები და ამიტომ ჩემი respect დაკარგა. ვაუ. და ამ დროს ჩემი ნინა წვრილაშვილი სადღაც Tesla-ად არის. ანუ ერთადერთი ინერჩუნებს დედოფლის სტატუსს და ეს არის ნინა წვრილაშვილი. Love her so much. არის შენი ანტიპოდი ხალხი რა, ანუ ის ადამიანი, ვინც ცოტათი უფრო არის თავშეკავებული, ცოტათი მისტიური და შენ გაქვს იმის უფლება, რომ აი შენით მოიფიქრო რა ხდება მის ცხოვრებაში. Oh my god. That's so accurate. და ის რომ ყველაფერს გაამხელს, მაგრამ ის ფანტაზია всё. იქაც ძალიან მიყვარ ხარ, იცი როგორ ჭკვიანი ხარ, აი ძალიან ჭკვიანი ხარ. ნინა წკეალაშვილზე მე მგონი ეგ არ არის, იმიტომ რომ ეგ არის certified diva, ანუ ეგ არის სხვა კატეგორიის. ეგ არის სხვა კატეგორია. ხომ აი სოფინი იმენა ეგ არის და თურქი მსახიობი რომ მევასება, იმიტომ ვაფრენ რომ არასდროს არაფერს არ დებს გოგო და მე წარმოვიდგენ ისეც როგორიც არის. აი ხო ხვდები never meet your heroes თემა არის რა. ანუ მაგაში ეგ დღეს სამსტარს დაბდეს, she would lose me right. Like that. ხვდები? ანუ მე წარმოვიდგენია რომ არის ისეთი როგორც მე იდეალურ სამყაროში მომეწონება, ხვდები? და როგორც კი ამან ცოტა ზედმეტად გააყო პირი, ეგრევე დამკარგა.
Wow, Oh my god, but how did you get that? I think it's quite a simple observation. მაგრამ მე მგონია რომ ასე მარტივად აი ასე იმით არ უნდა იყიდებდა. არა, ანუ იმენა ისეთი რაღაც იყო რომ მეთქი no. არის ჯერთი კუმირი არის რა სხვა ფულა ის არ with that. უბრალოდ მეოსებოდა. როგორც ქალი. But yeah, whatever. Never meet your heroes. Never meet or listen to them go to the podcast. Period. I Ivanka Trump's unpopular opinion. Sorry you guys. ანუ მეოსება ძალიან ბავშვობიდან, იმიტომ რომ ეგეთია. ბავშვობიდან? ხო. შენ არეალში იყო ბავშვობაში? ძალიან სულ არეალში იყო. ჯერ კიდევ მაშინ როცა დონალდ ტრამპი არ იყრიდა вообще განის, იმიტომ რომ ეს არის spoiled ხალხი ხო ჩემი ინტერესს სფეროა ძალიან ბავშვობიდან და she was one of them. და როგორ ინსტაგრამი ქონდა მაშინ? ეხაც ეგ, ანუ რაღაცებს დებს, მაგრამ აი რეალურად როგორი არ ვიცით, ხვდები? აი პოდკასტში იყო 2 საათი ილაპარაკა არაფერზე. ეგ ნიჭი არის მართლა ვანთ. აი ეგ ნიჭი არის. და მე იმენა 3 წუთი რო სადმე დამსვა, იმენა ყველა კარს გადმოგიშლი. და ხალხი არის 2 საათი ლაპარაკობს არა. მაგრამ ჩვენ მაგაზე ვილაპარაკეთ უკვე. Yeah. ჩვენ ცალკე გვილაპარაკია მაგაზე, რომ შენ ეგ დასამუშავებელი თემა გაქვს. კი, ეგ დასამუშავებელი თემა მაქვს. But the progress we're not working on that right now. We're just acknowledging it. Yeah. Mara, ჩვენ roadmaps არის. We're going to get there together. აუცილებლად. Yeah. What else, baby? Max შენთვის? საჩუქარი, ჩათვალე საჩუქარი არა? Give it to me. რო დაიდროპა ინფორმაცია. რო მოლაპარაკებები მიდის. Oh my god, I know what are you gonna say? რა თბილისში გაიხსნა პრაიმარკი. ჩერერთი. მე მგონი ორ კატეგორიად ვიყოფით ხალხი, ვინც პრაიმარკს ეძახის პრაიმარკს, like I do, იმიტომ რომ ზოელა ჩემი დედოფალი. მეც მაგენ ბრიტანელებიდან. ხო, პრაიმარკს ეძახდა, ანუ ყველა ევროპელი, ქვემოთ ევროპელი პრიმარკს ეძახის. ხო, იმდენი ჰოლი მაქვს ალბათ ნანახი ამ ბრიტანელი იუთუბერებს, რომ შემგონებაში ჩაბეჭდილი არის პრაიმარკ. ზუსტად და oh my god, I'm going to fucking lose it, but მე მგონი არ მინდა, აი ახლა უცებ დავფიქრდი. გაგიტრუხდება მე ევროპა. იმენა გამიტრუხდება ევროპაში რაღაცა უნდა წავიდა. That was the only reason you guys. ნუდებილებ თავს. That was the only reason I was going there. იგონებს ხალხო ნუუჭერებთ. არა ვინ არ მიჭერებს, მაგრამ მართლა მეხალისებოდა. No? მე მგონია რომ ჩვენთვის, როგორც მე ჩემთვის და ჩვენთვის, მეგობრებისთვის ჩვენი მეგობრებს საკმაოდ კარგი იქნება და ეს დაგვეხმარება იმაში რომ უფრო საინტერესო ტრიპები გქონდეს ევროპაში. იმიტომ რომ ნახევარი დღე არ დაგვეხარჯება No პრაიმარკში. baby, I spent like maximum 2 hours there. ხალხო 2 საათი წარმოგიდგენიათ რამდენი არის? ზარაში მაინც არ შევდი ვარ, ხვდები? Period. შენ სად დადიხარ, okay? დავითი საკანცელარიო მაღაზიებში, okay? We have those here. ვაგზალზე. კიდე სადავთ. მუჯი და ეგეთები, Uniqlo და მუჯი არის კიდე ჩემი. Uniqlo რო აქ გაიხსნას გინდა? ნაუი, კაი, მაგრამ Uniqlo მომბესტეს გამიტრუხდა მეც Uniqlo. რაღაც ცოტა გაბანძდა. ადრე აი ყველა Uniqlo-ზე ლაპარაკობდა, რომ ყველაზე basic pieces, great quality. მაგრამ ბოლო პერიოდშიც ვიყავი არ მომეწონა ხა. ერთ-ერთი აი საცვლები აქვს, მოკლედ უთესლესი ხარისხის ხალხო, ეს სპორტული, როცა ვარჯიშობდა რაღაც მაგის გარდა და hit tech-ი ეს ის რა ქვია. შეგინთ ჩასაცმელი, რომელიც ძალიან გათბობს მოკლედ რა, ამსტერდამშიც რო ვიყავი. It's not that cold, you guys. არ მე ვამბობ მე როჯერ ხო, მაშინ იმენა საშინლად ციცივე იყო. Okay, it was მარტი. ხო. Okay. მარტის დრო. ძალიან ცივია ხალხო მარტი. You have no idea. ანუ Mindy Kaling-ის ახალი სერიალი რო არის, არ უნდა ვუყუროთ. ვიცი რომელზეც ამბობ, განის გოგოებზე რო არის ხო რაღაც უნივერსიტეტზე თუ რაღაც. I don't რაღაც. know what is that about. მაგრამ ვიღაცამ ძალიან ხო და კაი არის. შენ უყურე Mindy Kaling-ის სერიალს რომ რო გითხარი? Mindy Projects. Mindy Project-ი კა? ვუყურე 3 seasons I think. დიდი არის. არ მჯერა რომ მაგდენი ხანი გაკაჩა. ანუ მომენტს გაიყო. იმიტომ რომ აი ოფისში მინდი როგორიც არის, ეგეთი იყო ზუსტად იქ და I love that. კვიანი არის. იმიტომ რომ მიხვდა იქ რისერჩი დაიჭირა? ხო, ნიშა. გოგო ძალიან იჭერია, ოღონდ.
და ძალიან. თურმე office-ის ყველაზე მეტი ეპიზოდი არის ეგ არის სცენარის ავტორი, ხვდები? ხო, ანუ თვითონაც ამბობდა, რომ ძალიან randomly მოხდაო, კარში ჩემი ხო, просто რაღაც ესეთი minority diversity day-ში ჭირდებოდა რაღაც minority. და ეპიზოდს diversity day მგონი. Oh my god, ჩემი საყვარელი მომენტი არის, ანუ რაღაც cleansing-ს რო აკეთებს და დრაკდება? ჩვენ ყოველ ორ კვირაში ერთხელ. Of I love her. მე ვუყურე სერიალს by the way. And it's not a Turkish one this. მიდიაბა? ქვია I will find you. მანახა? და იცი ვინ თამაშობს? არა. Severance-ში რო არის. გოგონ ხო, Heliar. მართლა? ხო, მაგას ქვია Brit Lower თუ რაღაც ეგეთი. ძალიან მომწონდა იქ, as you guys know. მართლა ძალიან მომწონდა. და ეს არის რაღაც აი გამოძიების პონჩი რა. აი ხო ხვდები ადრე როას. ხო. მართლა? ხო. ვიღადავე. ხო, ერთი წამი მე მაინტერესებს ჰოლივუდში რა ხდება, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში მართლა ერთი 5 სერიალი არის ბავშვის საკარგვაზე. ისიც რო იყო Sarah Snooki. Sarah Snooki რომელიც იყო ეგ, ექსპატები Nicole Kidman-ში მათ ბავშვი იკარგება. კიდე რაღაც იყო რომ ბავშვი იკარგება და მოვიწვა. ხო, what is wrong with that? ძალიან ხშირი არის მართლა და ახლა გამოდის Saoirse Ronan რო არის ხო იცი გოგო ვაჭველი Lady Bird-ში რომ თავროლს თამაშობს. ირლანდიური სერიალი გამოდის Bad Apples ქვია. მანდაც ბავშვი არ იკარგება, მაგრამ არის ბავშვი იტაცებს მასწავლებელი თუ რაღაც, მაგრამ ძალიან საინტერესო სერიალი მგონია. ყველგან ბავშვი ბოლოს ცოცხალია მე მეყვარს. შობია Sarah Snooki-ის სერიალს. Much better. მაგრამ რაღაც ეგეთი mind blowing არ არის. ეს ჰელი არის იმ Severance-ში უფრო მომწონს. აი რაღაც ხო ძალიან მომწონდა, ვისაც გახსოვთ ის ეპიზოდები, მე ნახავთანებული ყავი მაგოგოთი, მაგრამ ცოტა პასიურია ჩემთვის ხვდები, აი ძალიან ისეთი არის. ხო ხვდები, აი როგორი მსახიობი, აი ექსპრესიული არ არის, აი რაღაც მდორი არის, მაგრამ იმ მდორეობაში მაგარია რა. ეგეც ნიჭია. ძალიან დიდი ნიჭია, მაგრამ not my style. ანუ მე უფრო ისეთი მიყვარს, აი Meryl Streep. Okay, I get you. მე უყურე I Love Boosters. Okay. სერიალი არის. კი არა და sorry, ბოდიში ფილმი არის, საწყებლობს მონაწილეობას Kiki Palmer. Okay. და იყო ხალხა ისეთი სასაცილო. Letterboxd არ შემიყვანია, მაგრამ უჭოლი 4 ხარს ყოლს უწარ. ყველა ყოველთვის ითხოვს და რაღაცნაირად რომ შეიყვანო და ხალხს კონტენტი მისცე და საკენკი გადაუგდო არ შეგიძლია? არა, როცა ეს პროსა ერთი გამორჩა ახლა იქ თქვი, oh my fucking god. და იხავე შედი და დავარსკვლავე არა. და ანუ ძალიან სასაცილო იყო და მე არ ვიცოდი ვაფშე რატო ერქვა I Love Boosters, იმიტომ რომ ტერმინი ბუსტერი არც ვიცოდი რას ნიშნავდა. გარდა იმისა, რომ Magic the Gathering-ში მაქვს ჩემი ბუსტერები და რაღაც, თურმე არის ადამიანები, რომელიც იპარავენ luxury მაღაზიებიდან ტანსაცმელს და ყიდენ ბევრად უფრო იაფად. Oh my god, where Dream job? Oh my god, არა dream job არა, მინდა რომ მაგეთი იმიტომ რომ მოხარებელი რა. მამენ dream job იმიტომ არ არის, რომ რამხელა ნერვიულობა არის, რაღაც უნდა მოიპარო და მე იაფად გავყიდე. I would never do that. ანუ იმენა 8 ჯერ ზვირად უნდა გავყიდო, რომ ეს ნერვიულობა ამოიღო. და ის ნუ საქართველოს ალბათ ეგ ლოგიკა მოქმედებს უკვე როგორც რისელებს რო გადახედა, მაგრამ ის ფაქტი გაქვს არ ნახი ის ფილმი Everything Everywhere All at Once. საკმაოდ ცნობილი ოსკარიც რომ ეგონგან თორსა. No, I don't watch საკმაოდ those. წააგავდა, ანუ თავიდან იწყება როგორც ჩაულებრივი რაღაც ეს კომედია და მე უცებ რაღაც აი ძალიან ესეთი სკეჩური ფენტეზი, ხო, ფენტეზიში გადადის და ანუ საკმაოდ სურეალისტური არის და მგონი თუ არ ვსწრები ეს სურეალისტური მიყვარს ეს სიტყვა ძალიან. თვითონ ეს რეჟისორი თუ director whoever the fuck ცნობილი არის რომ მე მითხრეს რომ ანუ ეს აფრიკული სურეალიზმი ეგრე მითხრეს ეგრე ამიხსნეს მე მოკლედ ვინ მოიგონა აფრიკული სურეალიზმი რითი განსხვავდება არა აფრიკული სურეალიზმი მე არ ეგეთი მოყვარული ამ ყველაფრის ამიტომ კითხე ვინ წერკვევა ChatGPT-ს correctly ზუსტად და ანუ უნდა ვკითხო ყველას გეშოთ რომ უყურეთ ძალიან სასაცილო იყო აი მართლა სურეალიზმი იმ ხელს იტყვას ანამ დავწერე ეგრე ძალიან სასაცილო იყო ერთ-ერთი მე ფილმებს რა განვიხილო არ მინდა დეტალებში განვიხილო იმიტომ რომ მგონია მე ხალხს მუღამი ეკარგება რა უყუროს No მაგრამ არის ამ სამ დაკალზე რომლებსაც იპარავენ ამ ტანსაცმლებს უნდა ვუყურო იმენა და კიდე თამაშობს Demi Moore I don't love her but thank you Oh my god women hater მართლა women hater Tell me I love boosters კიდე სხვა რეკომენდაციაზე მინდა ვთქვა Okay მუსიკაზე რაც შეეხება უბრალოდ შენ უკვე იცოდი და ჩემ ცოტა გვიან მოვიდა ეს ახალი სიმღერა კორძის გოგოს ვიღაც გოგოსთან და მანგო. Просто მანგო რატო ქვია არ ვიცი.
იცი შენ? არა, პაიწყო, ალბათ და სიმღერაში ურავია ეგ სიტყვა. იმენ არ ურავი, იმდენჯერ Are you მოусმინება. sure? იმდენჯერ მოусმინება. მაშინ კარგად იყიდება, აი, მე მაგალითად მომყიდა სიმღერა Mango. სახელი. არ ვიცი რატო ქვია Mango, მაგრამ ხალხო მართლა რო ვუსმენ მგონია რომ Pink Panthers ვუსმენ ქართულად. Yeah. არა? თუ არ მოგისმენია მაგ სიმღერაზე. მოვისმინე და მომღერეს open ears, ეს მაგრამ წინაზე როგორც ქნა სიმფურცლები და ეხლა რაღაც ხვალ ეგ იქნეს რომელიღაც რა ეს ძალიან იქნეს. სწრაფად მიდის ტექსტი ეგრე მარტივ და No, სამახსოვრებელი. not that one. ეგ იყო რა პრესტამღეროდნენ და უკან კლიპი გადიოდა და რაღაც სხვა გამღერეს და ხო არ გვასწავლეს. ვიცი, მაგრამ მინდა რომ გირჩეთ რომ მოусმინოთ და მხარი დაუჭერთ ქართულ მუსიკოსებს, უკვე მიდის ბევრი ტრენდები და TikTok-ები და რაღაცები, ამიტომ თუ შეგეძლიათ აყავით, ძალიან მომეწონა, მართლა ძალიან მომეწონა. მე ვაფშე მევასება ზოგადად ქართული სიმღერები და თესლი, ქართული ლირიკა. და ხა არანჟირებაში მათ პრობლემა რა იქნებოდა უკვე ვიცით ისედაც იმიტომ რომ კორდზე ღებულობდნენ მონაწილეობას, მაგრამ თვითონ ტექსტი ისე კარგად იყო აწყობილი და ისეთი აი მელოდიური იყო და თან რო ჯდება, თან რო ირითმება და ანუ თან რო აი მიხარია. ძალიან მომეწონა, მოკლედ ის აი მართლა მეგონა რომ Pink მე Panthers მჭირდება რაღაცას რომ 10 ჯერ მოусმინე რომ მომეწონოს და მანდ ვარ საერთოდ მე-6 მოსმენაზე გაჩერებულისო. ძალიან რთული ტექსტი. ბრუნ ასლაპარაკობს აკაკა. Eminemi-ია ჩვეულებრივად ლიკუნა თუთისანი. You guys have no idea. მაგრამ ძალიან მოწონს მაგის ხმა და მართლა აი it's ძალიან giving Pink Panthers. პრესტა შარშან ანუ საბა და ლიკუნა თუთისანი არიან ხოლმე open ears-ზე რა, ეგ ორი ვინც თან ერთად ბღერის კორდი რო უკრავს. და ანუ წინაზე ძალიან თანაბრად იყვნენ ორივე ძალიან თანაბრად აქტიურობდა და ორივე თანაბრად სოლისტობდა whatever. და ეხლა ლიკუნა რაღაც გადაფარა საბათი თქოს. She took the center stage. Yeah. And that's how the business works, babe. Period. Either you're in, you're out. მეტი ეს იყო ესეთი შეთანხმებული? mutual agreement. მე ჩვენ რო გავსულიყავ თუ ესე ვიღაცა რო ჩხუბობს რა, ანუ აი შუქი რო ჩამოდის და ანას რო თვალები ურწყნდება რომ შუქის ქვეშ დადგება. ეს ხო შენი ის არის რა ქვია, ოცნება. Yeah, it is. So what about it? მაგალითად მეგობრებო, წინა ეპიზოდში დაგვიწერეთ, რომ ძალიან მოგენატრეთ, როდესაც ვთამაშობთ რაღაცას Yeah. და არ გინდა რომ ვითამაშოთ. ავთამო ზადა თამაში. It has never happened before, so give it to me. მოვემზადოთ. მეგობრებო, მოკლედ დღეს ვთამაშობთ Globes, შემხდა TikTok-ს ეს თამაში, ვიღაც გოგო თამაშობდა. წესები არის მარტივი. შენ ამ პროგრამაში მე როგორც გავიგე, არის უკვე ჩაფიქრებული ქვეყანა და ხო, უბრალოდ მექსიკა. Mystery Country. შენ წერ და უბრალოდ ინდოეთი და აღვითლებს. ანუ არ არის ინდოეთი მექსიკასთან ახლოს. ჩაწერ ამერიკას და გააწითლებს. ანუ ძალიან ახლოს არის. You go first. No, you go first. No, you go first. Okay, whatever. ერთი სტრატეგია რაც მე მოვისმინე, რომ მინდა და შენ ცდილობ fair game იყოს, რომ ის გოგო სულ შეყავდა თურქეთი პირველი, იმიტომ რომ ის რაღაც ახლოს არის ყველაფერთან, რა თუ რაღაც. თურქეთის გვერდითაა საქართველოსო, სადაც თურქეთი იქ საქართველო. და დავიწყოთ ორივემ საქართველოთი. Okay. I cannot. მოდი მე დაგიჭერ. Yeah. მიდი. Okay. მუხლებზე რა დაიდო არ გიჩვენე? Oh my god, I'm far away. You should საქართველო ძალიან შორს არის და გამიჩალიჩა, ხო ეს? Oh, თურქეთით უნდა დაიწყო. რა მოიგონე გეხოთამე? ეხლა I'm lost. Indonesia. Why? სატრაქშია. Mexico. იმენა მექსიკა იყო. ანუ წეგან ჩემ მაგალითშიც მექსიკა არ თქვი? ხო, ანუ ხო. წანე მაგას ნიშნავს რომ მექსიკა. ხო, ეგრევე გაარტყე. No, that is unfair. ეს ისე სამში გამოიცანე. Oh my god. ხო, ანუ ღმერთს ფიცა ვარ. იცოდი, ჩაწყობილი იყო. გადი. ხო, აი არც ვიცოდი ამის თამაშრობა პირამდე. კაი, ვიწყებთ საქართველოდან. Okay, not bad. Not bad. კაი, დავიწყოთ UAE. The fuck. Warmer. Okay, warmer. ესე იგი ვაჭვალი აქეთკენ იქნება, მიხდე? ეხა თუ არ გამოიტანი, ვიგებ. Just so you know. ინდონეზია. შენ ხო შეიყვანე ინდონეზია? No! მე გეჭრდილ. კონი ქვემოთ ჩამოდის უფრო? ეგვიპტე? არა, ეგვიპტესთან ეს ნახე ამაზე იყო ყვითელი და ეს არის warmer და Okay, მაშინ სომალი. არა, მგონია ინდოეთი ვნახე. არა, მაშინ ინდონეზია ეგეთი ყვითელი არ იქნება. Warmer არის ვიდრე ეს, ანუ აქ არის სადღაც? Afghanistan. ირანი. ირანი ირანი აქეთ არის. ჩვენთან არის უფრო. So წითელზე, ანუ ყველაზე წითელი არის ეს, კაროჩე. Is it? აბა აბა საუდის არაბეთი, მაგრამ მაგ დროს ოპა. Okay. ერთი წამი არ გამომაშტერო, ხო? ეხლა რა ეგვიპტე.
არა მგონი Iraq. Okay, it's cooler. ან მგონი აქეთკენ წამოვიდეთ, აბა ან Egypt. ქვემოთ უნდა ჩახვიდე. იცი ის ორი ქვეყანა რა არის? ქვემოთ? საუდის არაბეთის ქვემოთ. ერთი არის ომანი. და ეს არის სულ რომ მოვიწყება იემენი მგონი. You're good. აპა, აქ არის გვეჭოლი რაღაც. მგონი და არა- სომალია მან. მან- ეთიოპია არის. ტანზანია არის აქ. ტანზანიასთან არის გვეჭოლი ეს უნდა იყოს რაღაც. ეთიოპია არის მან. ესე როგორი წერება? You're close. მაგრამ ეს არის adjacent-ო. აი ტანზანია მაგ შუაში რა არის ნაღდად არ ვიცი. არა შუაში შეიძლება ქვემოთ იყოს ერთ მადაგასკარს ვთე. No. აი South Africa. არა, მადაგასკარი არის უკვე ყვითელი და. No. Просто მაინტერესებს. It's in the middle. Amateur-ის. რა არის მაგ? ტანზანია და Somalia. Okay, at least ვიცოდი რა იყო. აუ მან რა არის? იცან არ გაგივა. აქ ვიცი- I'm so ქვემოთ sorry. ვიცი I got Zimbabwe. Mexico. Zimbabwe არ არის. ჰა. ნამიბიაც აქ არის, ქვემოთ არის არ არის? ნამიბია ქვემოთ არის? ხო, აი მარცხნი. მან აქ. არის. Oh my god, what is it? What is Green it? South Wales, მაგრამ ნახე რაღაც ძალიან დიდი ტბა არის. We should know. არა, ეს იმენა არ მახსენდება. შეიძლება ისეთი იყოს რაღაცა რაც აია. რა იმენა. დანებდე არის ეგეთი კი. კნოპკა სადმე? ნახოთ. ხა. Uganda. აი ვერ გავიდა. 200 ახლა კაი შენჯერია და ხა იქნება რა ეს რაღაცა. Japan. Okay, როგორ დავიწყო ახალი თამაში? სამოთ აი Play again. Yes. Okay, let's start with Mexico. Spain. Okay. Okay, რაღაც აფრიკაში ვარ მეც მე მგონი და დამენს რა. გონი ევროპაში ხარ და უმარტივესი ცხოვრება გაქვს. Serbia. Fuck, Okay, it didn't cooler. help. Like, is it მოროკოში ჩამოდი ალბა. Algeria. I'm good. რამ ხალხო ყანა Algeria? აუ აფრიკა, აი რატო შეგ? I don't know. ტუნისი ნახე. Tunisia. Fuck you. მე მგონი აი აქ არის სადღაც. მოროკო არის. მაროკო აქ არის. Adjacent დაწერდა. ხა. მან ქვემოთ რა არის? იმენა არ ვიცი. კონგო. კონგო შუაში არ არის? ხა. warmer than Tunisia. ამათ შუაში თუ არის всё დაგენდა. აქ რა ქვეყნებია ხალხო? ერთი ვიცი რა ცენტრალური ანუ აი აფრიკა რესპუბლიკა არის კონტინენტი, რომელიც არ ვიცი ეგრე კარგად. I'm so sorry. I'm good in geography. იმაში იმაშვები და გვერდებზე ასე თუ ისე მახსოვს. ანუ სამხრეთი ვიცი. ანუ აი აქ რა ხდება იმენა ხო, არ ვიცი. მან არის ერთი Central African რაღაც. ერთი არის კონგო და აუ აქ რაღაც ქვეყანა არის სამხრეთ და ჩრდილოეთ რაღაცა. რესპუბლიკა რომელიც არის თუ რაღაცა ხო. რა, Republic of something. Okay, yeah. I'm going to give up, you guys. ხო? ხო. არ ვიცი და რა ვქნა. აი ერთით ნოლია. Oh. Nigeria. Oh my god, it was not that მე difficult. მეგონა, რომ ქვემოთ იქ იყო მე მეგონა. Nigeria, okay. მეგონა, აღმოსავლეთით უგანდა იყო. უფრთხილი იყო, I'll give you that. Guy. Oh my god, I love this game. მაგრამ აფრიკა შეწყდეს გთხოვ. მზად ვარ. მიწყებ საქართველოსზე. Okay, love that for you. Okay. ერთით ნოლი არის ისო მოვიგებ. China. ორივე. ფემებში და აი ახლა USA. Okay. ძალიან ახლოს ხარ. Guy მოდი ერთამე Brazil. No. Cooler. ისე გაკ. ხა. დაგინც რა რაღაც კუნძულებში ხა. Guy. კუბა. აქ ვიცი ერთი Hondurasი. კუბა. Armor. არა კუბა აქეთკენ არის და არ იქნებოდა ეს. ხოდა რატო? იმიტომ რომ adjacent დაწერდა ალბათ არა? არა, დაწერე კუბა. მე წამი მაინტერესებს ის Mexico არის თორე. Cooler. ზემოთ არის. კანედა ხო არ არის? ნე არა adjacent დაწერდა ამაზე მაშინ. აა. ერთი წამი აქ არის რაღაც, აქ ესე იგი რა ვიცით. Bahamas. ანუ კუბაზე აცრილი ხარ? აი, აჰა.
ხო და აი ეგრე ყველაზე მეტად გააწისლა ჰაიტი არის მგონი მანდ ჰაიტის გვერდზე რა არის? არა, ტრინიდადი და ტობაგო არის აქ. სეინტ ლუში არის აქ, მგონი. ჰაიტის გვერდზე რა არის არ ვიცი არა და მახსენდება რაღაც. რამე ისეთი ოფშორები რო არის ხოლმე ეგეთი ქვეყანა პანამა. მაგრამ პანამა აქ არის. BVI Thank you for trusting. კიდე რა არის? სეიშალები სად არის? სეიშელები არის აქ, აფრიკაში. Okay, sorry. Oh, what the fuck? ანუ ერთადერთი არის აქ, მე ხვდები რომ ბოჭოლი აქ რაღაც უნდა იყოს. კაი, Saint Lucia. ეგ შეიძლება. მაგრამ ეს ხო გითხარი აქ არის, თქო. Oh my god. ტრინიდადიც აქ არის. მე სხვა ჰაიტიზე მოყვება, იმიტომ რომ აი housewife-ები და მიწადე ეს ისა. Oh my god. შეგიძლია რომ ერთი კოლა სიმბოლურად დააგროვა. I don't want to fucking lose. რა შეიძლება იყოს? ბაჰამა, კიდე სად მოგზაურობ? კუბა ვთქვით. ერთი წამი მე კიდე არის რაღაცაც მოგზაურობენ ამერიკელები. აბა გაიხსენე. Turks and Caicos. მაგრამ ეგ მგონი იქითკენ არის. მაგრამ Turks and Caicos როგორ იწება არც ვიცი. არ ვიცი. I don't want to embarrass myself. ამიტომ მოდი არ ჩავთ. ამიტომ წაგება მინდა. ბურკინა ფასო. აგვეცოდინე ბაწე. ბურკინა. Okay, so give up keep it already. Dominic. ეგ თქვი? არა. ხო გითხარი რაღაც ეგეთი ქვეყანა არის. მაგას ვამბობ, სადაც მოგზაურობს ხალხი ხო, მეთქი. არა. კანდაშანები ერთხელ იყვნენ დომინიკ. პასპორტი იღებენ და რაღაცა დომინიკის რესპუბლიკა ეგეთია. არა. Okay. ეხლა რამე კაი ქვეყანა მინდა რა. Can we please? აი აფრიკა აღარა მომივიდეს და ეგეთი კონსულები. Okay. აბა მოდი. ტიბეტი. პაკისტანი. Let's start strong. შენი ბედროვიც ეგრევე იქნება. Ain't that bad. საიწავიდა ხა იქით თუ აქეთ? The choice is yours. Are მარტივი ჩასაწერი ქვეყნები მინდა. Moldova. Okay. Closer. მაგრამ დიდად close არ ვარ. ხო არ გავწდი, ხვდები? არა მგონი. შენი ეს არა? ეს რეკლამები, I'm so sorry you guys. ვიღაცას პაზომე. როგორ გავტიშო? Why this ad, please? USA? No, it's too far. You want me to lose. მიდი. Ireland. ხო გითხარი? Picha time. Try USA. Canada. ნახე, იმენ ის აქ ხო გეუბნები გინდა რომ წავაგო. Iceland არის და მაგრამ შეიძლება ნახე აი აქ იყოს სადღაც შუაში აი აქ. დამენწრა. აი მაგის მეშინა და ხოლმე მეტ. კომეთ ხوار ჩამოვიდა. მოროკო როგორ იწერება? ორი რუთი. Okay. Mine's Wow, okay. So. დამენწრა. წინა რა იყავთ? ბურკინა ფასო. ბურკინა. ისო ნაიჯერია. შეიძლება გავაშტერდე. Congo. Oh my god. That's Fuck, I'm fucked. Uganda იყო ქვემოთ. What else is there? Nigeria. No. იგივე არ იქნება პაწკო. აი აქვეძებ ქვეყანას. Oh my god. What even is there? მართლა არ მახსოვს. Burkina Faso-ც რო ვიცით ვაუ, bro. Okay. I'm going to give up. Where's the guy? Oh my god. Mali, როგორ ვერ გამოიცანე? ხო, აი ეს შემთხვევა რომ კაი, ერთი ქულღაც. ბოლო ხელს თამაშობთ, ერთი შენ, ერთი მე. მე ერთი ქულა მე სარტო მაქვს. აი მე მაქვს ერთი ქულა. Sorry. Brazil. Okay. როგორ ცხო? როგორ თამამა ჩაწერა? მე მიყვარს ანუ აი რომელი ახლა შევეჯიბრებით რომელი უფრო სწრაფად გამოცდო ვერ გამოვიცანეთ გიჟდები. Okay, ამ დიაპაზონში არ არის. სამყაროში არ არის. კაი შუაში ჩემი საყვარელი UAE. Okay.
არაფერი არ მითხრა ყოველდღე. დაახლოებით ისე ანათებს როგორც უგანდა რო ანათებდა წავა. Not province. სამალიში არ არის. მე მგონი აი აქ. პალესტინა. Warmer. Turkey. Turkey სადაა. არა დაანახლოს იქნებოდა. Armenia. მოდი Egypt. Cyprus? Baby, you're so close. მანი ახლოს ვართ, იმიტომ რომ ხალხ არაფერი არ პალესტინა. ლებანონი. You think? არა, მე უნდა ჩამეთვალოს ეს კლას. ლებანონი. ხო. მივიდოდი ისედაც შენ გარაში, you dumb fuck, თავიდან თამაშობ, არა. არ მოცადა თამაში. ერთხელ ვერ დაიწყო ისე რომ კაი სტაფილოს ვერ. Italy. Oh, baby. Warmer. იმედი აქ ვართ. კოლუმბია. ხმა გაჩუნდა. მეთქი. კაი, ესე იგი თუ warmer არის აქ, მაგრამ ეს არის cooler. აფრიკაში მივდივართ ისევ. და გენძრა. კაი, მოდი მოდი. ერთი ხელი ვერ მოიგო ბიჭმა. დამენძრა. კაი, დავიწყებ რაც ვიცი. Zimbabwe არის აქვე. Yeah. Oh my god, საიდან ამოქექე ამდენი ახალი ქვეყანა? ხო, მაგას გულისხმობ. ვაი, მე ვსო დამენძრა. კაი, ქვემოთ. სამხრეთ. სამარ არ მგონია, იმიტომ რომ იმას South Africa. სადაგვენ. სამოთ არის. უკან და ხო არ არის, მან უკან დავიცით. არა, სომალია არ არის, მაგრამ просто მაინც მინდა რომ შევიყვანო. ესე იგი აქ არის, ავი ეს თუ არის. აი დამიჯერე, I'm getting serious right now. Central African. არსებობს ეგ ქვეყანა. არსებობს. Okay, Central African Republic. მაგრამ რაღაც ეგეთი ცენტრალური თუ იქნება და არ ველოდებოდი. ავამისამოთ რა არის, I look so stupid. აი იცით რა მინდა, აი ერთხელ რა რუკაზე შემატება. ტანზანია. Oh my god, yeah. არა, დავარჩა. აქ შუაში იმენა არ ვიცი რა არის. რაღაც ის ძალიან ახატაკი ქვეყანა უნდა იყოს, სხვაზე გასასვლელიც არა აქ. კაი, რა ვიცი. ამ რეგიონში ძალიან იშვიათი ახატაკი ქვეყანა, ამიტომ. უგანდა, ხო, ნახდარარე. აი რაღაცა უეჭველი ისეთი იქნება, რომ უეჭველი მოსადინება. მალიც არ არის. ბურკინა ფასოც არ არის. ბურკინა ფასოც არ არის. რატო? That is insane. Baby, give up already. ერწავი რუკას ვიხსენებ. რუკაბოლს ნახე 8 წლის. მოზამბიკი, ტანზანია. ესენი ვიცი, მართლა ვიცი. Somalia tweeted. Ain't no fucking way to გამოვიცნა. აი ჩემსა და შენ შორის ეს ხალხა. მე მალე ვნებდები, შენ პროსტა გევასება რა. შევავსებ ყველაფერი რაც ვიცი. რაღაც ჰინტი უნდა იყოს. იწყება ამასაზე. Okay, მიდი. Give up already. იმას რა ქვია, ერთი წამე. აი სხვა არ არის. So, that's the ჩემი მაქსიმუმი აფრიკული იმაში რა ქვია? Malawi აი ვერ გამო. რა? Malawi. Malawi? ხო. What is that? ანუ, სხვა ყველა ქვეყანა გამეკო და აი Malawi იმენ არ გამიგია. შევ ერთ წამი ამას ვთამაშობ. აქ არ არის. უკაფარტული ინტერესია. ერთი კულა მინდა Mexico. Brazil. Okay, ახლა აქ რა გვაქვს? აქ ხა მარტივია. ხო, კაი. We can navigate there. Yeah. ერთი. It took you საწერია რამდენი try. არ წერია. Play again. Okay, I'm going to count that shit, baby.
გვერდზე გაწიე მაუსი. No. გვერდზე აი, გაწიე. ეგ ვიცი, მაგრამ მინდოდა დამეთვალო რამდენი ხო, გვერდზე გაწიე მაუსი, აქ გაწიე. ჰა. და ჩამოსკროლე ახლა. ოკეი. ეს არის რების ჩატარა? ხო. უგანდა ჩატარა? Просто რომ ვიცოდე რომ აფრიკასთან Okay, არ 5 tries. 1-1. აბა მე მგონა მოვჭით. ერთი წამი, ანუ მე. მოგებულში გინდა დარჩა? ხო. გაიმიდე. საიდან დავიწყო? Egypt. დამენძრა. Japan. დამენძრა. Egypt რა ფერი იყო? უფრო მუქი. ჩემი აზრით რაღაც Norway. Fuck off. კონი ქვემოთ არის პირიქით. რანაირად? აი ბრაზილიისკენ მგონი. ანუ ეს და ეს ერთი და იგივე ფერი რა პონჩია? ბრაზილიისკენ არის მგონი უფრო. ან აი შეიძლება ამერიკა. აი USA ჩაწერა ერთ წამი. მარტივ ჩასწერია. Okay. აქედან უნდა მეწყო. დაგვენძრა. მან დაგვენძრა. კუბა. ის ჩაწერა რა? კოლუმბია. ახლა ის მარტივია. კოლუმბიით რატო არ დავიწყე? რანაირად არის? ანუ იმენა მოსაზღვრე არ არის, ხო? კი, პირიქით მოსაზღვრე არის. ახლა ამათ შუაში რა არის? ვენესუელა. არა, ვენესუელა ზემოთ არის. აბა მან რა არის? აქ რა არის? აქ არის, babe. ქვემოთ? შუ. How do you know? Are you fucking kidding me? რა მარტივი ქვეყანა იყო. Okay, whatever. Preds დავამთავრეთ, I don't care. I enjoyed this game by the way. მეც სამომეწონა. მიყვარს. ბაშაპო, მადლობა რომ გიყურეთ. შეგხვდებით იქით კვირაში, დაგვიწერეთ საინტერესო რაღაცები და განვიხილოთ ჩვენი ესეთი როგორი აზრი გვაქვს. კომპეტენტური მე ვიტყვი. პირიქით. Bye. კაცნით, პაკაო.